საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურის, კახა დამენიას და დევი კანდელაკის სასამართლო პროცესი დასრულდა. საქმე უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა. გამოძიება ბრალდებულებს ქრთამის აღებას, ფულის გათეთრებას და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებას ედავება. დღეს პროკურატურის მოთხოვნით 5 მოწმე დაკითხეს. თამარ გოგესაშვილი ჩაგვერთვება საქალაქო სასამართლოდან. თამარ, ხომ არ გამოიკვეთა საქმეში ახალი დეტალები? თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურისა და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საქმის არსებითი განხილვის ამ ეტაპზე 5 მოწმე დაიკითხა. მათ შორის დღეს ჩვენება მისცა თელასის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. მან ისაუბრა თელასსა და შპს L&F-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის პირობებზე. კონტრაქტი მოწმის ჩვენების მიხედვით ითვალისწინებდა L&F-ისთვის 500,000 ამერიკული დოლარის გადახდა საკონსულტაციო მომსახურების სანაცვლოდ. თუმცა იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონტრაქტის გაფორმებისა სამართლებრივ დარღვევებს არ ადასტურებს. თავად დაცვის მხარე და ბრალდებულები განმარტავენ, რომ სასამართლო პროცესზე მოწმეების ჩვენებებიდან დადასტურდა ის, რომ მათ საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამ 5 მოწმის დაკითხვამ დაგვანახა ის, რომ ბრალდებას პრაქტიკულად ყოველ შემთხვევაში რასაც უყურებთ, ჯერჯერობით მტკიცებულება ვერ წარმოადგინა რაიმე, ასე ვთქვათ, ისეთი არგუმენტირებული. ამ ბრალდების მოწმეებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რომ არანაირი შეხება, ასე ვთქვათ, კონკრეტულად საქმესთან არ აქვთ, არაფერი ისეთი გარემოება და ფაქტობრივი გარემოების შესახებ მათთვის ცნობილი არ არის, რომელიც ბრალდებას რაიმენაირად ხარს დაუჭერდა. წარმოადგენლმა მოწმეებმა დაადასტურეს მხოლოდ ის, რომ ჩვენ არავითარი შემხებლობა ამ საქმესთან პირადი დაინტერესებაც არ აგვაქვს. აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ ამ ქმედებებში რაიმე სამართლო დარღვევის ნიშნები ყოფილიყო, იყო ჩვეულებრივი კონტრაქტი და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მათ შორის თელასის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მხრიდან და იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ტექნიკურად ამაში მონაწილეობას იღებდა. საპირისპირო სამტკიცებს ბრალდების მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა ერთ-ერთი ძირითადი მოწმე ქეთევან ბარათაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ მან ნიკა გვარამიას დავალებით გიორგი ნემსიწვერიძეს ლიბერთი ბანკის ცენტრალური ფილიალიდან გამოატანინა $1,000,000, რომელიც ჩარიცხული იყო L&F-ის ანგარიშზე. ქეთევან ბარათაშვილის თქმით, ის გიორგი ნემსიწვერიძეს დაეხმარა ნიკა გვარამიას დავალებით. პროკურორები განმარტავენ, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეების ჩვენებით დადასტურდა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ასევე ის ბრალდებები, რომელიც წარდგენილი აქვს ბრალდებულებს. საქმესთან კავშირში იყო, რა თქმა უნდა, ბრალდების ხარის მოწმეები იყვნენ 5-ვე და 5-ვე მოწმე ადასტურებს ფაქტობრივ გარემოებებს, ბრალის ფაქტობრივ გარემოებებს. უკვე ადასტურებენ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს, რა გარემოებებსაც უკვე სხვა მოწმეებიც დაგვიდასტურებენ და მოხდება ამათი ერთობლივი შეფასება. ბრალდების მხარე საქმესთან დაკავშირებით სულ დასაკითხი ყავს 63 მოწმე, მათ შორის არიან თავად ბრალდებულებით. საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 აპრილს განახდება. საქალაქო სასამართლოდან თამარ გოგესაშვილი საუბრობდა.